მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით შემდეგი ეპიზოდით. მოგესალმებით. როგორ ხარ შენ? კარგად, დევით, შენ როგორ ხარ? შვენივრად. მოგესალმებით მეგობრებო, მეც მადლობა წინა ეპიზოდებზე გამოხმაურებისთვის. თხოვნა მექნება რომ გააზიაროთ ეს ეპიზოდი, გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს, გამოიწეროთ ჩვენი არხი და მოიწონოთ ვიდეო და გაგვიზიაროთ თქვენი ფიდბექი რაც გექნებათ პროექტთან დაკავშირებით. აქვე მინდა რომ გამოვიყენო და მადლობა გადაუხადო ჩვენს მეგობარ კომპანიას Loyaltes, რომელიც არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია და ამ მიმართულებით ყველაზე მსხვილი პორტფელი აქვს საქართველოში. ის გასულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, არის ქართული ბრენდი და მოღვაწეობს უზბეკეთში და გაერთიანებულ საემიროებში და აღებული აქვს ISO სერტიფიკატი ამ მიმართულებით. დევით, დღეს რა კომპანიაზე უნდა ვილაპარაკოთ? დღეს ვიფიქრე რომ განვიხილოთ IKEA. გავიხილოთ IKEA. IKEA ძალიან მაგარი კომპანია, AWG-ის ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში და თან საინტერესო ისტორია აქვს, იმიტომ რომ რეალურად IKEA-ს წარმატება შეგვიძლია მივაწეროთ მარტო არა იმას, რომ ძალიან ჭკვიანი ნაბიჯები გადადგეს, იმას, რომ რაღაცეებში გაუმართლათ კიდეც რა. კი, თან გაუმართლათ და ერთი რის გამოც IKEA არის გამორჩეული არის, რომ ალბათ დღეს თანამედროვე სამყაროში არ გვიკვირს founder-led კომპანიები რა, მაგალითად Facebook-ი, Meta არის Mark Zuckerberg-ის კომპანია, Nvidia არის Jensen Huang-ის კომპანია და ძველ დროში თითქოს ეგეთი კომპანიები არიყვნენ, მაგრამ IKEA არის მაგ კომპანიის მაგალითი, რომ ინგვარ კაპარდი რო არ ყოფილიყო, IKEA საერთოდ არ იქნებოდა ის კომპანია, რაც დღეს არის. ხო, სხვათა შორის ეგ ადამიანი გარდაიცვალა, დიდი იყო. კი, 91 წლის იყო რა დაიღო, კი. ხო, და მაგრამ დღემდე ეს კომპანია მაგისი ხედვებით მოდის. მაგისი ასე ვთქვათ, სული რაც არის კომპანიის უკან რაც დგას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მიდგომები ჰქონდა და ზუსტად ეგ მიდგომები მინდა რომ განვიხილოთ. და თან საინტერესო ის არის, რომ ამ კაცმა თავისი ცხოვრების ბოლო წუთებიც კი, სანამ დაიღუპებოდა, იქამდე ერთი კვირით ადრე დაესწრო ბორდის შეხვედრას და მოიარა ერთ-ერთი მაღაზია შვედეთში. სხვათა შორის არ მიკვირს ეგ რა, რატო იცი, წარმოიდგინე, ეგ ადამიანი იყო 17 წლის ეს კომპანიაო დაარსა. კი. ანუ სადღაც ლამის 80 წელი მაგას აკეთებდა და გასაგებია რა 80 წელის რო არ უნდა რაღაცების კეთებას ხო ხდები ამდენი წელი რო რაღაც საკეთებ შენ ცხოვრება ეგას ეგ ადამიანი იყო IKEA რეალურად მოდ დავიწყოთ თავიდან რა მოკეთ როგორ ვიწყებთ ეს ადამიანი დაიბადა შვედეთში და პატარაობიდანვე იყო გამორჩეული იმით რომ დისლექსიაში და ვერ კითხულობდა რაღაც სუსტი იყო რა სწავლაში ასე გამორჩეული იყო იმით რომ მაგრად უყვარდა აი მიდგომა მოდგომა ჩალიჩა ტიპი იყო რა ხო ანუ აი რა დონეზე რო გვიყვებიან რომ 4 წლის იყო რომ ტიპი წავიდა და რაღაც საბითუმო მაღაზიაში იყიდა ასანთის კოლოფები და წამოვიდა და გაყიდა ცალ-ცალ ხო თან ეს მამიდა თუ ვიღაცა ყავდა და ეს არის რა ქვია ეს მამიდა ხელს უწყობდა პირველი კლიენტი მაგისი იყო მამიდა მაგანი ყიდა და თან ოჯახის ისტორიაც საინტერესოა მან რომ ეს კაპარდების ოჯახი ეს გერმანული გვარი არის კამპარი და გერმანიიდან გადავიდნენ შვედეთში და იქ მაინც ცდილობდნენ რომ ფეხი მოეკიდებინათ იმიტომ რომ არ არის მარტივი რომ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადახვიდე და იქი ცხოვრო და მაინც და მაინც კარგი ბექგრაუნდი არ ქონდათ საკმაოდ რთული პერიოდი ქონდათ მაშინაც გამოვლილი და ბუნებრივად გამოყვა ეს რომ ჩალიჩა იყო და თან პლუს იმის გამო რომ ცუდი პერიოდი ქონდათ გამოვლილი ბუნებრივად იყო ისეთი ტიპი რომელსაც ეფექტურობა და მაინც ხელმომჭირე ცხოვრება უყვარდა და პლუს ჩალიჩობა დაემატა რომ როდესაც დაიწყო რომ ასანთებს ყიდულობდა და ასანთებს ყიდდა მერე სოფელში ეს მისთვის იყო ძალიან ბუნებრივი გამოცდილება და მაგითი დააარსა თავის პირველი კომპანია რომელიც იყო ტრეიდერული კომპანია რეალურად ჩადიოდა ხოლმე ქალაქში მერე მიქონდა თავის ალმუტში თავის სოფელში მიქონდა ხოლმე ეს სხვადასხვა პროდუქცია და ყიდდა ადგილობრივებზე რამაც მერე ამას დიდი გამოცდილება დაუგროვა და კარგი კონტაქტების დაუგროვა ზოგადად თავის გარშემო. ხო, თან ნახე რაც გვიყვებიან რომ ეს 4 წელი და რომ დაიწყო ის კი არ იყო მარტო 4 წელს ერთი ასანთი გაყიდა და დამთავრდა. სულ მუდმივად რაღაცებს აკეთებდა ტიპი. აი ეს მიკროფონს მივარტყე ხელი. ხო და სულ რაღაცებს აკეთებდა ეს ტიპი რა და 11 წელს იყო უკვე იმდენი ფული დააგროვა. ტიპმა წავიდა და ძალიან მაგარი ველოსიპედი იყიდა. ანუ ძალიან ნიჭიერი იყო მაგალითად. ბუნებრივი იყო მაგისტრის. მე საერთოდ გვიყვებიან რომ ჯარში წავიდა ტიპი და ჯარშიც კი რაღაცებს ყიდდა და ყიდულობდა და ასე შემდეგ იქაც ბიზნესი აწყო რა და მე ჯარი დაბრუნდა ნუ ეს თავისი პირველი ასე ვთქვათ ბიზნესი დაიწყო ეს ბიზნესი დაიწყო ოღონდ AWG-ით არ დაუწყია რასაც IKEA დღეს აკეთებს აი ეს რაღაცა კალმები ანუ პირველად და მოხმარების საგნები რაღაც მასტებს რაღაცებს ყიდდა და ოღონდ რა დაინახა რა
მერე რო სხვა ვინც იყვნენ გარშემო იმათ ავეჯის გაყიდვა დაიწყეს და ამანაც გადაწყვიტა რომ მოდი ავეჯსაც დავამატებ გაყიდვაში ასე თან საინტერესო რა არის რომ თავის რომის მოყარებით და თავისი გამოცდილებით ბიზნესში ეს გახდა შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო კომპანია, ტრეიდერული კომპანია იყო, რომელიც სხვადასხვა ტიპის პროდუქციას ყიდდა, მათ შორის ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც რაც კი ჩამოდიოდა, ეს აგროვებდა ამას და მე ყიდდა ხოლმე სხვადასხვა ადამიანებზე, სხვადასხვა ფასად და იმდენად დიდი კომპანია გახდა, რომ ტოპორში შედიოდა და ყავდა მთავარი კონკურენტი იყო გუნარსი, რომელიც იყო მსგავსი კომპანია და ნახა რომ იმათი წარმატების ყველაზე დიდი საზომი იყო, რომ ესენი ყიდნენ ავეჯს და ავეჯს ყიდნენ საკმაოდ დიდი მარჟით და თან მაშინ შვედეთში ისე იყო, რომ დიდად არ ულხინდათ ეს ცუდი პერიოდი არის ევროპის ეხა ნახე მან რა ხდება რეალურად ეგ არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდი კი მაგ დროს რა ხდება რომ ჯერეთი ეკონომიკური აღმავლობა იმიტომ რომ ეს ომში რაც იყო ხა მაგაზე უკეთესი ყველა ვარიანტი არის ხო მეორე რა დაიწყო იცი მაგ დროს დაიწყო ის რომ ხალხმა სოფლების მიტოვება დაიწყო და ქალაქებში გადასვლა ხო და გასაგებია რატომაც იმიტომ რომ ანუ სოფელში იმდენი საქმე აღარ არის ქალაქებში კიდევ ეს რაღაცა სამუშაო იშოვება და განვითარებაზე და ფული უნდა და რაღაცა მიდის და ამან რა გამოიწვია ის რომ შენებლობები იწყება ანუ ახალი სახლებია საჭირო და ახალ სახლს ჭირდება ავეჯი ანუ ავეჯზე მოთხოვნა არის ძალიან ბუნებრივად გაჩენილი და ამ დროს თან ახლა უკვე რა ხდება ომის შემდეგი პერიოდი რადგან არის ამ ხალხს ფული არ აქვს და რეალურად არ ცდილობს რომ ისეთი ავეჯი იყიდოს რომ რაღაცა ძალიან სერიოზული და ძალიან ძვირიანი პირიქით ხო უნდათ რომ ანუ ცხოვრებას იწყებს ეს ხალხი ახლიდან ცხოვრებას სწავლობს ასე ვთქვათ რა და შესაბამისად უნდათ რომ იქ რაღაცა ცადონ ასე შემდეგ და ამიტომ იაფიან ავეჯზე არის გაჩენილი ასე ვთქვათ მოთხოვნა კი თან საინტერესო რა არის რომ იქამდე რომ გადაგვეხედა შვედური სოფლებისთვის და იქ როგორი ავეჯი ქონდათ იქ ქონდათ მასიური ხის უზარმაზარი ავეჯი რომელსაც ერთხელ იყიდა და რაღაც დიდი ბაბუა გააკეთებდა და მე მთელ მის თავმალობას ეს ავეჯი უნდა ქონოდა და რეალურად როცა სოფლად ცხოვრობს ადამიანი და სახლის მეურნეობა იქმნება ეგ კიდე ოკეია რომ ისეთი ავეჯი გააკეთო რომელიც დიდხანს გაძლებს და მე ახალი ხარჯი აღარ გაწევ მაგრამ როდესაც ურბანიზაციისკენ მოდის ცხოვრება და როცა სახლები ახალ-ახალი მალმალე შენდება ვიღაცას უწევს რომ ან უფრო დიდ სახლში გადავიდეს უფრო პატარა სახლში გადავიდეს მაგ დროს პირიქით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ავეჯი არ იყოს ესეთი რაღაცა რაც პირიქით სახლის ლიკვიდობას და მოქნილობას შეამცირებდა ამის გამო ყველას ქონდა იმის мотиваცია რომ ბევრად უფრო სწრაფ სახლებზე და სწრაფად გამოსვლა დავეჯზე გადასულიყვნენ და სხვათა შორის კაპარდი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვინც ეგ შეამჩნია მილანში იყო ჩასული მაგაზე მე უფრო დეტალურად მოვყვებით რა უნდა და მილანში მაგრამ მილანში იყო ჩასული სადაც უკვე იტალიაში ეგ ტალღა უფრო ახალი დაწყებული იყო და ნახა რომ იქ ხალხი არ ცხოვრობდა ამ უზარმაზარი ავეჯებით სახლში პირიქით პატარა და მოქნილი ავეჯები ქონდა და გონებაში გაუჯდა მაგას ეგ იდეაც ზუსტად ეგ იყო თანამედროვე სტილი შემოდის რომელიც სიმარტივისკენ არის უფრო მიდრეკილი და მაგაზია მოთხოვნა მოკლედ რა გააკეთა მან ეს ავეჯის გაყიდვა და დაამატა და მალე დაინახა რომ ავეჯი ბევრად უფრო საინტერესო პროდუქტია გასაყიდად ვიდრე კალმები და ასე შემდეგ რასაც მანამდე ყიდის და უკეთ გადაწყვიტა რომ მთლიანად ავეჯზე გააკეთოს კონცენტრირება ეგ გადაწყვიტა სხვათა შორის და რადგან ეს ტიპი ძალიან ბევრს მუშაობდა და ოჯახი ეხმარებოდა თქმა უნდა ოჯახური ბიზნესი იყო და ძალიან კარგი ყოჩაღი იყო ამ გაყიდვებში სულ მალე ძალიან წარმატებული კომპანია გამოდგა ამის ხო ანუ ეს ხა მაქსიმალურად ამას დის ოღონდ ხა როგორ ყიდის ეგ უნდა მაგას უნდა გავუსწოთ ხაზი რა მაგდროს გაყიდვა იყო ასეთ მიღებული პრაქტიკა იყო რა რომ კატალოგი ჰქონდა და კატალოგი ტიპი შენთან მოდის ამ კატალოგში ნახულობს რომ რაღაცა ეს კამი მოსწონს ეს კარადა მოსწონს ასე შემდეგ და გიკვეთავს და მე შენ ამას უკვეთავ ვიღაცას ვინც ამას ამზადებს და მე უგზავნი ამ იმას რა ხო და მე ამან რა დაინახა ამან დაინახა ის რომ მაგარი ერთი გაწელილი პროცესია დროში და მეორე პრობლემა გამოიწვია რა ამიცი რომ ტიპმა აი კატალოგში რომ ნახა და მოეწონა მე შენ რომ ამას დაამზადებინებ და თან მით უმეტეს ამას ამზადებინებ ძვირად ღირებულს არ ახავს მაგას იაფიანი პროდუქცია ანუ ხარისხი მაინც ვერ არის კარგი და ხშირ შემთხვევაში გაუგებრობა იყო ხოლმე ზუსტად ის რომ იმან იქ ნახა მოეწონა მე სახში მიიღო რა გამოიწერა ჩამოვიდა ხო ხტები ეგ თემა იყო რა და ძალიან უკმაყოფილო ხალხი გაჩნდა ბევრი მით უმეტეს ეს უკმაყოფილობა რაც ემატება ხო რომ ბევრ ხალხს უნდა ამის იყიდვა იმიტომ რომ პოპულარული გახდა ხალხს მოსწონს ამასთან ასე შემდეგ და ბევრ ხალხს უნდა და
ამან იფიქრა უკვე რომ არა რაღაცა უნდა შევცვალო აუცილებლად თორე ესე სულ დავკარგავ იმ სახელს რაც ძლივს მომიხვეჭია თან მაგ სახელზე უნდა გამომახვილოთ ზოგადად ამ ინგვარის პიროვნულ თვისებებზე უნდა გამომახვილოთ ცოტა ყურადღება რომ ეს ადამიანი ზოგადად როგორც ვახსენეთ ხელმომჭირნე ცხოვრებას იყო ნაჩვევი და მისი ფილოსოფია ზოგადად ეგ იყო რომ არ მინდა ისეთი რაღაცა რაც არ მჭირდება და ხელმომჭირნე ცხოვრობდა და მის ბიზნესაც ეტყობოდა რომ რეალურად არასოდეს არ ყიდულობდა ეგ დიდ მარაგებს პირიქით რაც შეიძლება ცოტა მარაგებით ცდილობდა ხოლმე რომ ფონს გასულიყო არ იყო ზედმეტად მომხვეჭელი და ხარბი ზედმეტად ძვირფას სარადებდა ხოლმე და ყოველთვის ცდილობდა რომ რაც შეიძლება მარტივი პროდუქცია შეეთავაზებინა თავის მომხმარებლებისთვის და მაგის გარდა რასაც ფიქრობდა იყო რომ ადამიანი შენგან რაღაცას რო ყიდულობს მაგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ხარისხი იმიტომ რომ როდესაც სავაჭრო ბიზნესში ხარ თუ ერთხელ გაყიდი რაღაცა ბრწყალებში ნაგავს მეორედ მომხმარებელი შენთან აღარ მოვა ეს კარგად ესმოდა ინგვარს და სულ მუდმივად ცდილობდა რომ ხარისხიანი პროდუქცია ეწარმოებინა და ბოლოს ეს ხარისხიანი პროდუქცია იმდენად გაუჯდა გონებაში უბრალოდ თავიდანვე იმდენად ქონდა გონებაში გამჯდარი რომ წეღან რაც მოყევი როცა იგებდა რომ მისი მომხმარებლები უხარისხო პროდუქცია იღებდნენ ეს მისთვის პირადი შეურაცხყოფა იყო და ვიღაცებს პირადადაც უკავშირდებოდა ხოლმე მეილს უგზავნიდა თან მნიშვნელოვანი რა არის რატო უყვარდა ამას თავის კომპანია ესე რომ IKEA სახელი იშიფრება ეგრე ინგვარ კაპარ და IDA არის რაღაც ლოკაციის სოფელი და მისი ოჯახი და მისი სახელი ქვია რეალურად კომპანიას და იმაზე როდესაც ადამიანი ამბობს რომ IKEA არ ვარ განიშნავს რომ ინგვარზე ამბობს რაღაცას არასწორს და ამიტომ ინგვარი მუდმივად იყო იმაზე ფოკუსირებული რომ რაც შეიძლება ხარისხიანი პროდუქცია გამოეშვა. ეხლა ვახსენეთ რომ ხარისხზე იყო ფოკუსირებული ცდილობდა რომ ნაკლები დანახარჯებით ეწარმოებინა რაღაცა და ეგ ორი თითქოს ერთმანეთთან არ მოდის და ზუსტად მაგას ფიქრობს რომ რა გააკეთოს ისეთი რამენაირად გამოვიდეს მასე და პირველი რა გადაწყვიტა რომ მოდი შევცვლი ამ მიდგომას რომელსაც ყველა იყენებს და რაც გავაკეთებ რომ მოდი შოურუმს გავაკეთებ ანუ ადამიანი მოვიდეს შეეხოს ნახოს და მე მაგის მიხედვით გადაწყვიტოს იცი რატო რომ ხარისხზე მეტად პრობლემა არის ხოლმე მოლოდინები ხშირ შემთხვევაში ანუ შენ თუ სტორი მოლოდინები გაქვს შექმნილი რას ყიდულობ მაშინ პრობლემა ნაკლები გექნება მაგრამ შენ თუ გონია რომ ძალიან მაგარი იყიდე და ამდოს სხვა რამე და ხო იგი მაშინ პრობლემა გაქვს და ამიტომ ამან ეგ გადაწყვიტა პირველად მოდი შოურუმს გავხსნი რაღაცა იყიდა რაღაცა ორსართულიანი სახლი თუ რაღაცა შენობა იყიდა მოკლედ და გაარემონტა და გახსნა პირველი შოურუმი ეგ მაგარია ძალიან შოურუმი რო გახსნა გაიხედა მაგდროს რაღაც პრეზენტაცია დანიშნა და რაღაცა და გაიხედა და რიგია უზარმაზარი თან საინტერესო რატო იყო რომ ჩვენთვის ახლა IKEA ვინც ევროპაში ვართ ნამგზავრები ასოცირდება რომ დიდი ქალაქის გარეუბანში არის ეს შენობა დადგმული და სადაც ინგვარმა აშენა იქ ახლოში დიდი ქალაქი საერთოდ არ არის და ძალიან უცნაური იყო რომ მიუხედავად იმისა რომ ურბანული დასახლება იქ არისო ეს შორი ადგილებიდან ჩამოვიდა ხალხი სპეციალურად იმისთვის რომ ეს სიახლე ენახათ იმიტომ რომ დღეს ჩვენ მიჩვეულები ვართ რომ ავეჯის სახლში რომ მივდივართ არის შოურუმი მაგრამ მაშინ ეს იყო თანამედროვე რაღაცასო და მაშინ სიახლეა უცხო რაღაცა იყო და მოკლედ და ამის პირველი რეაქცია რა არის რომ გაიხედა ამდენი ხალხი ახლა გული გაუსხდა იმიტომ პრეზენტაცია და ორ რაღაცას ფიქრობს რა ტიპი რომ პირველიო საჭმელი რაც მაგ შეკვეთილო ეგრო არ ეყო სამ ხალხსო რა მაგრად ეხავს რა რომ შეხვალდა ნახევარი ხალხი ჭამს და მეორე ხალხი მშიერი დგას ეგეთ და მეორე რაზე ფიქრობს ეს ძველი შენობა რო იყო ამდენი ხალხი შემო არ ჩამოინგრესო რა იატაკმა რო ვერ გაუძლოს ასე შემდეგ ანუ და მაგრამ ნუ გადავრჩით რომ იატაკმაც გაუძლო საჭმელიც ეყოთ ოღონდ საჭმელი ეყოთ მე მგონი რომ შუაგზაში ვიღაცებს შეკვეთები დაუმატეს რომ თანაკეთებდნენ და ასე შემდეგ და მოკლედ ძალიან პოპულარული გახდა მე ეხლა რა ხდება ეგ რო დაინახა რომ მუშაობს მე გადაწყვიტა რომ გაფართოვდეს ეხლა ერთი საინტერესო რაღაც მინდა თქვა ეს ადამიანი როგორ მოვიდა ეხლა ამის მომჭინეობაზე და ასე შემდეგ შენ ამდენჯერ ხაზი გაუგსვი თუმცა ეგ სხვათაშორის ცნობილი ფაქტია ადამიანი ხელმომჭინე თუ არის გაზრდილი მე თუ ფულ შოულობს პირიქით იმაზე გადადის რა ხო ვერ ხარჯავს რა და ამას ასე მოვიდა როგორც გვიყვებიან 30 წლის იყო თუ რაღაც პირველი Porsche იყიდა Porsche ძალიან ის იყო რა და როგორც იცვამდა კოსტუმი ანუ სხვებს ბაძავდა რეალურად რატო იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ სოფლიდან იყო ტიპი წარმოშობით და ბევრს მიაღწია ძალიან და უნდა დავი თავის სტატუსისთვის ხაზი გაესვა რა და კოსტუმი ეცვა ჩიბუხს ეწეოდა როგორც მაშინ მიღებულ პრაქტიკა იყო და Porsche-ი დადიოდა რა და მე ოღონდ რა მოხდა იცი მე რო წლები გავიდა მე გამის გადატეხა მოხდა და პირიქით დაბრუნდა იქით რომ მიხვდა რომ არც კოსტუმს აქვს აზრი არც ჩიბუხს და არც Porsche და Porsche გაყიდა საერთოდ და დადიოდა რაღაცა ძველი მანქანა დადიოდა მთელი ცხოვრება მე ხო ჩიბუხსაც მაგივრად ეწეოდა რაღაცა იაფიან თამბაქოს და
კოსტუმის მაგრამ ეცვა ხოლმე რაღაც სამუშაო ტანსაცმელი რა აი ეს მე საერთოდ იმაზეა ერთი ცნობილი შემთხვევა მოხდა რომ რაღაცა ღონისძიება იყო სადაც ამისთვის უნდა გადაეცა ჯილდო როგორც შვედეთის გამორჩეული მოქალაქისთვის თუ რაღაცა და ეს მივიდა ავტობუსით რა მანდ და დაცვა არ შეუძლო შემიხარო ანუ ვერ დაიჯერა რომ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ამ ქვეყანაში და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი ავტობუსით მივიდა რაღაც ჩვეულებრივ დაჯილდოებაზე. ხო, დაჯილდოებაზე. ხო, აი ეგ ასეთი გარდატეხა მოხდა ასე ვთქვათ რა. კი, ხო, ნუ ფაქტია რომ ძალიან საინტერესო ფიგურა იყო ინგვარი და ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ზოგადად IKEA-ზე, იმიტომ რომ ეხლა ვახსენეთ რომ ეს შოურუმი ჰქონდა გაკეთებული და სოფლიოში რაც კი IKEA გახსნილა, ყველა შოურუმშია ნამყოფი და არაერთხელ და იქ მისულა რომ მომხმარებლის მხარიდანაც გამოეცა და რას ნიშნავდა ეს IKEA-ს გამოცდილება და მე ცოტა მოგვიანებით რომ გადავალთ როგორ დაიხვეწა IKEA, მან შევამჩნევთ რომ ძალიან ბევრს ფიქრობდა ეს კომპანია ზოგადად მომხმარებლის გამოცდილებაზე და ეს ეტყობოდა კიდეც მათ შოურუმებს. ერთი საინტერესო რაც ამ ინგვარზე სანამ შემდეგ ეტაპებზე გადავალთ, მოდი დაუბრუნდეთ ისევ იმ გამოცდილებას, რომ ერთ პირველი შოურუმი გახსნეს, ადამიანები მივიდნენ, ოღონდ მაშინ მანქანები, ესეთი დიდი მანქანები არ იყო როგორც დღეს იყო და იქ ადამიანები იყო რაღაც ცოტა მანქანა იყო და იქ რომ მიდიოდა ადამიანი, იქ უზარმაზარი ავეჯი რაც იყო გამზადებული, რაღაცნაირად უნდა წაეღოთ და რეალურად ეს დიდი დისკომფორტი იყო მომხმარებლისთვის და თვითონაც ინგვარის ფიქრობდა და ზოგადად IKEA ფიქრობდა რომ დიდი ავეჯი მაინც და მაინც მოსახერხებელი არ არის გადასაადგილებლად და იცოდნენ რომ ეს მუდმივად პრობლემა იყო და გონებაში ჰქონდათ გამჯდარი და მე დაიწყეს ასევე კარგი მომწოდებლების მოძიება, იმიტომ რომ ძალიან განვითარდა მიუხედავად იმისა რომ ამათი ავეჯის წაღება და აქეთ-იქით ტარება ძალიან რთული იყო, წეღარას სისტემაც ახსენე რომ პოსტით უკვეთავდნენ ამ ავეჯს და მუშაობდნენ ამან დიდი შემოსავალი დაუტოვა, რეალურად ძალიან წარმატებული ბიზნესი აღმოჩნდა და იმისთვის რომ ფოკუსირებულიყო რაც შეიძლება დაბალფასად ეწარმოებინა, რაც შეიძლება და ხარისხიანი პროდუქცია მთელი ევროპის კონტინენტი მოიარა. ანუ მაგ დროს უკვე IKEA გაცელილი იყო სკანდინავიის ფარგლებს, გერმანიაში ქონდა გახსნილი და მომწოდებლები ყავდა უამრავ ქვეყანაში. მათ შორის იტალიიდანაც ყავდათ მომწოდებლები, გერმანიიდან ყავდათ მომწოდებელი და მოდებული იყო მთლიანად ევროპის კონტინენტში. მანდ ერთი საინტერესო თემა უნდა დავამატო. ნახე, ეს რომ ასეთი წარმატებული გახდა, რა თქმა უნდა, კონკურენტები არ იყვნენ ბედნიერები მაგალითად. და იმას კი არ ცდილობდნენ ეს კონკურენტები რა რომ უკეთესები ყოფილიყვნენ და მაგით გაეწიათ კონკურენცია. არა, ცდილობდნენ რომ ამისთვის ხელი შეეშალათ და მაგით გაეწიათ კონკურენცია. მაგარი რაღაცები უჩალიჭეს. თან კონკურენტები იყვნენ, ამაზე ცნობილები იყვნენ, იმიტომ რომ წარსული ჰქონდათ და თან კონკურენტები სტოკჰოლმში იყვნენ და ასე შემდეგ. და მარტო ავეჯით არ შემოიფარგლებოდნენ, დიდი სავაჭრო კონგლომერატები იყო და რას აკეთებდნენ? ნახე, მაგ დროს იყო ძალიან მიღებული პრაქტიკა, რომ გამოფენები ტარდებოდა, ავეჯის გამოფენები, სადაც ეს ხალხი მიდიოდა ხოლმე და ათვალიერებდა რა და ეს კამპრადიც იღებდა მონაწილეობას თავისი კომპანიის სახელით და ამან დაამკვიდრა რომ ეს იქვეყიდიდა თან ეს იმიტომ გამყიდველი იყო ძალიან მაგარი ტიპი რა ისინი იმას იღებდნენ რას გონს იღებდნენ ხალებში რა ხო ხდება ისინი რომ ნახე როგორი ავეჯი გვაქვს და რაღაცები და ეს კიდე იქვე დილებს აკეთებდა რა და ტიპებმა რა გააკეთეს რომ თავრობასთან ჩააწყეს რომ აიკრძალა იქვე გაყიდვა რომ ამას ხელი შეუშალონ განა ისო თვითონაც გაყიდონ არა ამას ხელმა შეუშალონ მე ამან ადგა და იქვე რო არ გაეყიდა იქვე გვერდზევე გახსნა რაღაცა და იქიდან ამის სამართლებდა იქ და იქ ყიდდა მე იმათ ხელი შეუშალეს ახალი ის მიიღეს რომ გვერდზე გაყიდვაც არ შეიძლებოდა მე ბოლოს სადამდე მივიდნენ იცი რომ აკრძალეს რომ ეს ტიპი საერთოდ არ შეეძლო შესვლა გამოფენაზე ანუ ინგვარ კამპრაც აუკრძალეს გამოფენაზე მისვლა და ეს ამან რა გააკეთა ხალიჩაში გახვეული შეიტანეს ვითომ ხალიჩა მიხონდა ცხვრის სახელი შევიდა და მაინც შევიდა რა ანუ მოკეთ ისინი მაქსიმალურად ხელს უშლიან ეს მაქსიმალურად ეწინააღმდეგა და ბოლოს ეს სადამდე მივიდა იცი რომ გამოფენებს თვითონ ატარებდა რომ გაიყი ანუ მოკეთ ეს კარგად აჩვენებს რა რომ ამისი წარმატება არ ყოფილა ის რომ რავი აი ავეჯი დაამზადა და გაყიდა არა ძალიან მონდომებული და ძალიან სწორი ხედვები ჰქონდა ტიპს და თან არ ნებდებოდა ამ იმეებს რა და მოკეთ აი მაქსიმალურად წარმატებული იყო. მე აი ბოლოს სადამდე მივიდნენ იცი რომ ის ტიპებმა ამის მომწოდებლებს უთხრეს რომ შენ თუ IKEA-სთან ითანამშრომლებ ჩვენ აღარ შეგიკვეთავთ რა საერთოდ და ის მომწოდებლებს შეეშინდათ რა რომ ხა IKEA კი დიდი იყო მაგრამ ისინი უფრო დიდები იყვნენ ჯერ ერთი კონკურენტი ბაზარი იყო ის და ხო და რას აკეთებდნენ იცი რომ უმრავლესობა IKEA-სთან გაწყვიტა საერთოდ ეს კონტაქტი და ვინც დარჩა ამასთან ჩუმად აკეთებდნენ რა რომ ვითომ სხვასთან ეზიდებოდნენ და ღამე მიხონდათ პროდუქცია რაღაცა არ დაენახათ რა და ეს იძულებული გახდა რომ ალტერნატიული მომწოდებლები უნდა იპოვოს რამენაირად და პოლონეთში ჩავიდა მაგის გამო და პოლონეთი ნახე რამ საინტერესოა ხო პოლონეთი არის კომუნისტური ქვეყანა და
მაგარ დაბალი ფასები არა კომუნისტი ხო იცი როგორც არის და და იმდენად დაბალი ფასია რომ ეს ტიპი მიხვდა ეს კამპრადი მიხვდა რომ რაღაც უნდა შვედეთში მომენტ კარგი აღმოჩნდა და ნელ-ნელა გადავიდა ამ პოლონეთის წარმოებაზე რა მაქსიმალურად. თან პოლონეთი მაშინ დიდი ქვეყანა იყო რესურსებით ისედაც დიდარი იყო. თან რესურსებზე დიდად არ გვილაპარაკია, მაგრამ მაშინ ძირითადად ხის პროდუქცია იყო და რაღაცა MDF და რაღაც გავსი რაღაცები დიდად არ იყო და ხის პროდუქცია იყო და პოლონეთი ამ დროს ძალიან დიდარია ბუნებრივი რესურსებით, მუშახელს იაფია, იმიტომ რომ კომუნისტურ წყობაში სხვანაირად მუშაობს ბიზნესი და შესაბამისად პროდუქციის ღირებულება, რა ღირებულების პროდუქციის წარმოება არის ბევრად უფრო იაფი ვიდრე შვედეთში, გერმანიაში, ან იტალიაში წარმოებოდა და რეალურად ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ეხლა კომუნისტურ ქვეყანაში ისეთი მეთოდებით ბრძოლა, როგორც სხვა ქვეყნებში ებრძოდნენ მას კონკურენტები, შეუძლებელი იქნებოდა. თან პოლონეთი იმდენად დიდი ბაზარი იყო ამ დროს მაგისთვის, რომ მთლიანად შეეძლო, რომ თავისი მოთხოვნა რაც კი ქონდა, იქიას მთლიანად პოლონეთის ბაზრით დაეკმაყოფილებინა და ძალიან გამოადგა ეს გადასვლა რეალურად პოლონეთში. ხო, ზოგი ჭირიმარგებელიაო ეგ მოუვიდა რა. ეხლა უყურე მე რასაკეთებს. მე გადაწყვიტა რომ სტოკჰოლმში გახსნას ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრი, უკვე სხვა ხედვები აქვს, უკვე მასშტაბზე ორიენტირდება. თან ოღონდ პირველი რა გააკეთა, რომ ყველა ავეჯის კომპანია იყო ცენტრალურ ადგილას გახსნილი. ამან გადაწყვიტა რომ უნდა გახსნას გარეუბანში კი არა, საერთოდ ქალაქ გახსნა. ხო, რატომ რომ იქ შეუძლია ბევრად იაფად იყიდოს იმხელა ადგილი და როგორც გვყვებენ პირველი ეს ცენტრი რო გახსნა იყო რაღაც 10 ფეხბურთის მოედნის ხელა და რაღაც რამდენიმე სართული, ანუ ძალიან დიდი რაღაც გახსნა. და რატო რომ ეს ახალი მიდგომაა რომ ეს რას აკეთებს უკვე ეს ცდილობს რომ უკვე ავეჯი კატალოგიდან მთლიანად გადავიდეს ფიზიკურად და მეორე რას ხედავს რომ ავეჯი უნდა იყოს წარმოდგენილი არა ცალ-ცალკე რომ მაგალითად მაგიდა არამედ კომპოზიციურად უნდა იყოს ოთახი უნდა იყოს მოწყობილი რომ შენ იქ დაინახო ეს მაგიდა რა მაგრად მიდის ამ საწოლთან თუ კარადასთან თუ ლამპასთან საერთოდ ხო კომპოზიციურად და ბევრად უფრო კიდევ ზრდის გაყიდვას მაგდა და წარმოიდგინო შენი თავი რეალურად იმ სახლში რომელსაც აქამდე უყურებთ იმიტომ რომ აქამდე რაც ხდებოდა როგორც იყიდებოდა ავეჯი იყო რომ კატალოგებიდან იყიდებოდა ავეჯი და მაგას მთავარი პრობლემა ისაა წეღან რაც მოვყევით რომ მოლოდინები გაქვს სულ სხვანაირი და რეალურად სხვანაირი ხდება თან იქ ზომას კარგად ვერ აღიქონდა ამიტომ შოურუმები ძალიან კარგი იდეა იყო და წეღან რაც მოვყევი რომ უზარმაზარი შენობა აშენა მაგას ერთი პრობლემა ის აქვს რომ მანდ რომ მიდის ადამიანი იღლება შივდება იქ რომ შეიძლება ბავშვები მიიყვანოს და მარტო ერთი დღით მანდ რაღაც 1 საათით 2 საათით ვერ მიყოლ უნდა გამოყო მთელი დღე წაიყო რაღაც დიდი უზარმაზარი მინივენით ან რაღაცა ავტობუსით უნდა წახვიდე და რაც კი ავეჯი მოგეწონებო მთლიანად უნდა გამოზიდო მაგრამ აქ მეორე პრობლემა იბადება რომ ქალაქის ცენტრში რო იყოს, იქ მოშიებული ადამიანი რაღაცას იპოვის, ან კაფეს იპოვის, ან ბარს იპოვის და ინგვარი დაფიქრდა ამაზე, როგორ შეიძლებოდა რომ მოეგვარებინა ეს პრობლემა და მოიგონა კაფე, რესტორანი. ისედაც 10 ფეხბურთის მოედნის ხელა ადგილი ქონდა და რა თქმა უნდა თავისი რესტორანი მოიგონა და სხვათა შორის ეს ამი ბოდიშან დაივიწყო მან საინტერესო რა რომ ტიპმა დაინახა რომ ხალხი ძალიან ბევრი იყო დილის საათებში და შუადღის მერე ძალიან ცოტა ხალხი მოდიოდა და რო დაფიქრდა რატო მიხვდა იმიტომ რომ შია ხალხს რა და იქიდან რომ გამოხვალა სადღაც წახვალ საჭმელად მე უკან მშრალი აღარ ხარ რა თქმა უნდა და ამიტომ მიხვდა რომ ხალხი გასაშვები არ არის რა ტიპი რომ მოვა იქ უნდა დატოვა და სხვათა შორის იყო სტატისტიკა რომ ყველაზე მეტ მითბოლები რო არის ხორცის ბურთულები რო ყიდნენ მთელ სოფლიოში ყველაზე მეტ ხორცის ბურთულებს გუფთებს ყიდდა იკეა და არა რომელიმე სხვა კვების ობიექტი რომელიც მაგიკეს იკეა არის რესტორნების მიმართულებით სოფლიოში მე-10 თუ რაღაც ანუ წარმოიდგინე რამდენი ხალხი დადის წლიურად მარტო მანდ რა ხო და მოკეთ ეს შვედეთში ხო გახსნა ეგ ამბავი და ამ დროს ხო ეს ხალხი იმდენი ხალხია რომ რიგია ძალიან დიდი ეს მთელი ხალხი მიაწყდა და ამას კი არ არის მზად მაგდენი ხალხისთვის ანუ ტიპი ბევრად უფრო წარმატებულა ვიდრე გათვლა ჰქონდა და არ ყავს საკმარისი მომსახურე პერსონალი და ეს ხალხი მიდის და რაღაცებს იღებენ და ყიდვა უნდათ და კონსულტანტი უნდა ის უნდა და ანუ ვერ ასწრებენ რა და რიგებია საშინელი საათიანი რიგები იყო და ეს ვინც ყავდა იმ დროს ეს ამ მენეჯერი ამ ობიექტის დანიშნული იმ ტიპმა თქვა რომ რა გავაკეთო მოდი ეს ხალხი პიტაპის საწყობში შეუშვათ რომ თვითონ აიღონ რა იმიტომ ვერ ასწრებს ამ გამოტანას და მიცემას და საწყობის კარი გახსნა და ვა მაგარი იდეა აღმოჩნდა მოდი რა გავაკეთოთ ხალხი კი არ ყავდეს ვინც საწყობშივა მოდი პიტაპის საწყობი იყოს ღია ადამიანმა ნახა იმ
ასე ვთქვათ, კომპოზიციურად იმ ოთახში მოეწონა რაღაცა ფურცელი და კალამი მივცე ტიპმა რომ ჩაიწეროს არ დავიწყდეს რომელია ნომერი აქვს რაღაცა სახელი აქვს რაღაცა ასე შემდეგ ყველაფერს რაღაც ქვია მე მიყოლებ საწყობიდან შენ თუნა იღებ და ოპს ძალიან გამარტივდა პროცესი და გაიაფთა იმიტომ ხალხი და გჭირდება კი და ძალიან საინტერესო პროცესია ოღონდ იქამდე სანამ მაგის დეტალებში ჩავალთ უნდა დავფიქრდეთ როგორ დიზაინ გადაწყვეტილებებს იღებ და IKEA ამ დროისთვის ეხლა ძალიან შორიდან უვლით ამ ამბავს მაგრამ რეალურად რასაც თანამედროვე ინტერიერის დიზაინში ვეძახით სკანდინავიურ დიზაინს რაც არის მინიმალისტური ავეჯი ეს რეალურად IKEA-ს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმიტომ რომ წეგან როგორც ვახსენეთ ეს კამპარდი დადიოდა მთელი მსოფლიოს მთელი ევროპის გარშემო მაშინ მსოფლიოში დიდად არ დადიოდა მაგრამ მთელი ევროპის გარშემო დადიოდა და ნახულობდა როგორ ავეჯს აიქცევდნენ ადამიანები ყურადღებას და ყველა დიდ ქალაქურ ცენტრში რაც შეამჩნია ის რომ ადამიანებს სჭირდებათ მარტივი ავეჯი იმიტომ რომ ისედაც ბევრი ფულის გადახდა მაგაში არ უნდათ მე თან ქალაქში რო ცხოვრობ მოუხერხებელია იმიტომ რომ როცა არა ქალაქგარეთ როდესაც ცხოვრობ შეიძლება უფრო მეტი სახლი გქონდეს მაგრამ ქალაქის მთელი მუღამი ის არის რომ მჭიდროდ დასახლებული არის და მჭიდრო დასახლებაში დიდი იქონების ფუფუნება ბევრ ადამიანს არ აქვს ამიტომ რაც შეიძლება მარტივი და მინიმალისტური უნდა ყოფილიყო ეს ავეჯი რაც წესენი ყიდნენ და შესაბამისად როცა მინიმალისტურ ავეჯს აკეთებ ბევრად უფრო მარტივია მისი დასაწყობება ოღონდ დასაწყობებაზე მე ცოტა დეტალურადაც ვისაუბრებთ მაგრამ მაშინდელი დასაწყობებული ავეჯი ისედაც უფრო მოქნილი იყო ვიდრე იქამდე რა ავეჯიც იყიდებოდა და რასაც IKEA-ს კონკურენტები ქმნიდნენ და სწორედ მაგიტო იყო მარტივი იმ ხალხისთვის ვინც საწყობში შედიოდა რომ შეეძლოთ რომ მაგიდან მარტივად აიღოთ და თავის მანქანა იქნებოდა ის თუ რაღაც სატვირთო რაღაცა მაგითი მარტივად შეძლდნენ წამოეღოთ ხო ეხლა მან დავამატოთ რა რომ ეს ავეჯი როცა იწარმოება მაგას ჩოლოთ როგორ არის ტიპა უნდა გადაგდა მაგიდა წაიოს და ერთ-ერთ ამის თანამშრომელს მოუვიდა ასეთი იდეა რომ მოდი ფეხები მოვაძვროთ ამ მაგიდას რომ რატო ანუ უნდა წაიღო და ვერტევდა მანქანაში რა და ამბობდა რომ თუნდაც რაღაც ბუზღუნებდა რა რომ აუ ეს ფეხები რო არ გქონდეს ხო ჩავტევდიო და მე თქვა რა მოდი ფეხები მოვაძვროთ და ფეხები რომ მოვაძრეს უცებ მიხვდნენ რომ ერთი მაგიდის ადგილას შეგიძლია რომ 5-6 მაგიდა წაიღო ამ გადმოსახედიდან ძალიან მარტივია მაგაზე რომ ფიქრობ მაგრამ წარმოვიდგინე პირველი აკეთებს სოფლიოში მასეთ რაღაცას რომ იმას კი არ აძლევ მაგალითად რომ მაგიდას კი არ ყიდი არამედ ყიდი დაშლილ მაგიდას რომელიც ტიპმა უნდა წაიღოს და აწყოს და ამან ისდენად გაამარტივა ეს წაღება და თანამდროს ეგ უნდა დავამატოთ უკვე ბევრი წელია გასული და უკვე მანქანები ხალხავს ანუ ხალხს უკვე თვითონ შეუძლია რომ აქტიურად წაიღონ მაგრამ ეს მანქანა ახლა სატვირთო მანქანით არავინ არ მოძრაობს რა პატარა სუბუქი ავტომობილებია სუბუქ ავტომობილში მაგიდას რა თქმა უნდა ვერ ჩადებ ხო მაგრამ ამან რომ დაშალა მაგას უკვე ჩადებ ხო და ამან ესე იგი რა გააკეთა გაამარტივა გადაზიდვა და თან გადაზიდვაში უყურე რა გააკეთა ერთი მაგარი რაღაცას ვყიდულობ ეხა ადამიანზე დამოკიდებულება მე მაგალითად რაღაცას ვყიდულობ მიხარია და ეგრევე მინდა რა ხო ხვდები ემოციურად ხარ დაკავშირებული ამ დროს რაღაცა იყიდა ტიპი გეუბნება რომ რაღაცა ერთ თვეში მოგიტანთ და ეს გეუბნება ერთ თვეში კი დავაი წაიღე და მაგარი კმაყოფილი ხარ რა ანუ უყურე ყველა მხრივ კმაყოფილია კლიენტი ამათთან ურთიერთობით ასე კი და თან პლუსი რაც ქონდა ამას რომ მე ეს მაგიდა სახში რომ მიქონდა იმას აწყობდი და წინა ეპიზოდში ლეგოზე როგორც ლაპარაკობდით რომ აწყობაც თავისი გამოცდილება იყო IKEA-ზე ზუსტად იგივე არის რომ IKEA-ს ავეჯის აწყობასაც თავისი გამოცდილება აქვს თავისი ოჯახური სითბო შეიძლება რაღაცა საყვარელ ადამიანთან ერთად დააწყო შვილთან ერთად დააწყო და ძალიან კარგია მაგრამ იქამდე სანამ მივიდოდა რომ ჩვეულებრივ ადამიანებს აეწყოთ ამ ხალხმა ძალიან ბევრი იფიქრა იმიტომ რომ საწყობში დაშლა და საწყობიდან მე შოურუმში აწყობა ერთი რაღაცაა და მარტივია მაგრამ თუ გინდა რომ შენმა ბიზნესმა იმუშაოს ეს ხალხისთვისაც მარტივი უნდა იყოს იმიტომ რომ იქ ადამიანს რომ მივა დურგალის უნარები არ უნდა დაჭირდეს რომ ეს აწყოს და ძალიან მარტივი ისევ ლეგო რო გადავამღეროთ ლეგოსავით მარტივი უნდა იყოს ამის აწყობა და უნდა მოყვებოდეს მთელი თავისი ინსტრუქცია ისე როგორი ისაა რომ ლეგოც და IKEA-ც ერთი სკანდინავიის რეგიონიდან არის და ერთნაირი მიდგომა მქონდათ და ოღონდ პლუსი რა იყო აქ რომ ევროპის კონტინენტზე ეს ამან კარგად იმუშავა, იმიტომ რომ ასე თუ ისე ერთგვარი განვითარების სტადიები ქონდა ევროპის კონტინენტს, რომ რაც ხდებოდა სკანდინავიაში, იგივე ხდებოდა პირობითად გერმანიაში, ავსტრიაში და რეალურად ევროპის კონტინენტზე ძალიან მარტივად შეძლო ამ სიმარტივეების გამო, რასაც ყვებით განვითარება და მარტივი იყო, რომ ბევრ ქვეყანაში გასულიყო და ყველგან აწყობდა ისეთ შოურუმებს, როგორც სტოკჰოლმის შოურუმი იყო წარმატებული, ისევე იყო მთელი ევროპის გარშემო დიდი ქალაქების გარეუბანში IKEA-ს შენობები და IKEA-ს შოურუმები.
მაგრამ მე უკვე გლობალიზაცია რო დაიწყო, უკვე უწევდა IKEA-საც რომ გადასულიყო სხვა ქვეყნებში, მაგალითად ამერიკაში, გასულიყო აზიის კონტინენტზე. აზიის კონტინენტზე გადასვლა ცალკე ისტორია, მაგრამ მოდი ახლა ამერიკის კონტინენტზე გასვლა. ეს სანამ ამერიკაზე მივალთ, ერთი საინტერესო რა არის, ნახე, IKEA რადგან იაფია და რატოა იაფი? იმიტომ რომ ტიპები გადაზიდვაში ფულს ზოგავენ, მომსახურე პერსონალში ფულს ზოგავენ, ხო? ყველაფერს ფულს ზოგავენ რეალურად. იაფია ხალხის აქმა არის ისეთი რომ უხარისხოა რა. ნუ ლოგიკურია რა, ეხლა რაღაცა რო ღირს სიტყვაზე $1000 და რაღაცა ღირს $100. ხო, რო ის $1000-იანი ბევრად მაგარია და ამიტომ აღიქმებოდა რომ უხარისხო იყო. მაგრამ მე ვიღაცა დამოუკიდებელმა გამომცემლობამ თუ ვიღაცა ჟურნალისტმა რაღაცა გამოძიება ჩაატარა, რომ ტიპებმა იყიდეს IKEA-დანაც და სხვაგანაც ერთი და იგივე ეს ავეჯი და გატესტეს რა და აღმოჩნდა IKEA-ს უფრო ხარისხია რა, უფრო გამძლეა და ამან ექსახელიც შეუცვალა, რომ აღმოჩნდა რომ ესე იგი IKEA დაბალფასიანია და თანხარისხიანი. ოღონდ ამას რა ქონდა იცი ხედვა, ამას მუდმივად უნდოდა რომ უფრო და უფრო უნდა გაემჯობესებინა და კომპანიაში ეგდანერგა მაგათ ცნობილი გამოთქმაა რა, რომ დიზაინერი თუ ხარ $1000-იანი მაგიდის დიზაინს გააკეთებს ყველა. პრობლემა არ არის, მაგრამ აბა $10 გააკეთე. მაგიდა უკვე რთულია. იქ უკვე რაღაცებმა და ამიტომ მუდმივად ხდებოდა ამ კომპანიაში ეს დიზაინზე დიდი დრო და ენერგია იხარჯებოდა, წლები მიმდინარეობდა ეს რედიზაინები. ოღონდ საინტერესო რა არის, რომ ფასები მუდმივად მცირდებოდა. ის კი არა, ეხლა ჩვენ რას ვარ შეჩვეული, რომ ინფლაციიდან გამომდინარე, ყველაფერზე ფასები იზრდება დროთა განმავლობაში, რომ რაღაცა მაგიდა რომ თქვა 10 წლის წინ $100 ღირდა, დღეს $200 ღირს. მაგალითად, ხო? და მანდ კიდე როგორ არის, რომ რაღაცა რომ თქვა 60-იან წლებში $100 ღირდა, დღეს შეიძლება $30 ღირს. ანუ ტიპები პირიქით აკლებენ ფასებს მომატების მაგივრად. და ის ის როგორ რაღაცებს აკეთებენ, აი ძალიან საინტერესო დიზაინები აქვს, რომ ისეთ ადგილებში, ისეთ მასალებს იყენებენ, რომ ანუ ამით ხარჯები შეამცირონ. ან მაგალითად, აი რო ავიღოთ მაგი და მაგიდის ქვევითა ნაწილი, რაც არის, ქვევითა ნაწილი რა იცი, შეგიხედავს რომ გონია რომ დაუმთავრებელია. ანუ IKEA-ს რო შეხედო ქვემოდან, გონია დაუმთავრებელია და მაგრამ ქვევიდან რატო უნდა შეხედო? ეგაა ზუსტად. არ გჭირდება რა, ანუ ლოგიკურ რაღაცებს აკეთებენ, ანუ უჯრას რო გამოხსენ, ზედა მხარე კარგია, ქვედა მხარეს არც უყურებს, ვერ ხედავ რა. ანუ შენ თუ დადგები და გამოიკვლევ ესენი როგორ არის აწყვილი, შეიძლება მაინც არ მოგეწონოს მაგ კუთხით, მაგრამ მოდი რეალურად შევხედოთ, მომხმარებელი თუ ხარ, მაგიდას ქვეშიდან არ უყურებ, უჯრას ქვემოდან არ უყურებ და ასე შემდეგ, რასაც ხედავ და რასაც იყენებ, ისეთია როგორც უნდა იყოს და თან გამძლეა. გამძლეა, რაც ყველაზე მთავარია, ხარისხიანი მასალით აკეთებენ. სხვათა შორის დიზაინის ნაწილში ძალიან საინტერესოა როგორი იყო მათი დიზაინის ფილოსოფია, იმიტომ რომ თავიდან როდესაც ამათმა თავისი ბიზნესი დაიწყეს, თავისი ავეჯის წარმოება დაიწყეს, დიზაინ თიმი ყავდათ in-house, მაგრამ in-house დიზაინ თიმს ერთი პრობლემა ის აქვს, რომ ყველა ერთ და იგივე დიზაინზე ფიქრობს და შეიძლება რომ ერთი და იგივე ეკო ჩემბერი გაიჩითოს და ვეღარ მოიფიქრონ ახალი იდეები. ამის გამო რაც გადაწყვიტა ინგვარმა და მისმა გუნდმა იყო რომ მოდი აუთსორსზე გავიტანოთ ეს ჩვენი დიზაინი და წეღარ რასაც ამბობდი რომ თუ გინდა რომ კარგი დიზაინერი იყო ის რასაც სხვა აკეთებს $1000 ჩვენ უნდა შეძლო რომ ის გააკეთდეს $100 და ბევრად მარტივად გადატანადი იყოს ვიდრე სხვისი თან რატო არის IKEA-სთვის დიზაინის გაკეთება უფრო რთული უნდა გაითვალისწინო რომ მარტივად დასაშლელიც უნდა იყოს მერე მარტივად დასაწყობიც უნდა იყოს გამძლეც უნდა იყოს და იაფიც უნდა იყოს რა ძალიან რთული არის და ამის გამო გადაწყვიტეს რომ მოდი არ ჩავიკეთოთ მხოლოდ სკანდინავიის ბაზარზე და IKEA-ს დიზაინების, ახალი დიზაინების მისაღებად გადაწყვიტა რომ მთელ მსოფლიოში გამოაცხადოს ტენდერები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია რომ დიზაინები გაგზავნო. ნახე, იმ ხელები არიან უკვე, რომ მარტო დიზაინზე კი არა, ხემასალაზე ტენდერებს აცხადებენ განა მომწოდებელი კომპანიების მიხედვით, ქვეყნების მიხედვით, ანუ უკვე ქვეყნის ამბავია ისეთ დონეზეა რა რომ რომელი ქვეყანა მიაწვდის იმიტომ ძალიან დიდი მწარმოებელია რა და ეს რის საშუალებას აძლევს ეს საშუალებას აძლევს ამ ხელა მასშტაბზე რო აგასული ბევრად დაბალი ფასი მიიღოს მომწოდებლებისგან ხო ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს უკვე აქეთ მოკუთხით და ამიტომ უკვე ისეთ ფასებს სვამს რომ ხვებს ამასთან კონკურენციის გაწევა ძალიან უჭირს რა ზუსტად მაგის გამო და თან წეღან რასაც ვამბობდით რომ ბევრად უფრო მოქნილია მაგისი ავეჯი, ბევრად უფრო პატარაა და მარტივია გადასაზიდად, ამითი თვითონ რეალურად ბევრი ხარჯი ამოიკლო. წეღან კარგად არ გაგვიმახვილებია მაგაზე ყურადღება და მოკლედ მოყევით, მაგრამ რეალურად როცა შენ მომხმარებლებს უშვებ საწყობში, შენ ბევრი თანამშრომლის ხარჯს ზოგავ იქ საწყობის თანამშრომლის ხარჯს, ზოგავ კონსულტანტის ხარჯს, გაყიდვებზე ვინც ის იმის ხარჯს ზოგავ და რაც ყველაზე მთავარია ის რაც აქამდე
post-it მიტანა იყო და რაც ყველაზე რთული იყო მან ლოჯისტიკის ნაწილი თლიანად გაქვს მოშორებული და შენთვის მხოლოდ თავარია იმ ავეჯის და იმ მასალების მოტანა შენ საწყობებამდე და შენ ქარხანებამდე რომ ქარხანა მე დაამზადოს და მე იქიდან შენამდე მოვიდეს იმის იქით შენ საქმე აღარ გქდა რეალურად IKEA-მ ეგეც ჭკვიანური გააკეთა რომ ეგეც აუთსორსზე გაიტანა რის გამოც კიდე ერთხელ დაზოგა თავისი ხარჯები კიდე უფრო გაამარტივო და რეალურად რასაც აკეთებს მისი მთავარი ამოცანა რაც არის რომ კარგი ხარისხიანი პროდუქტი აწარმოოს და მე ეს კარგად გაყიდოს მომხმარებელზე მაღაზია მთლიანად ფოკუსირებული და ზედმეტები ამოგდებული ერთი რაც არ გვითქვამს ამათი მაღაზიების დიზაინი არის ძალიან საინტერესო ეს ამხელა მაღაზიები როა თან არის ლაბირინთი ანუ დიდი მაღაზია ხო წესით რას ნიშნავს სადაც ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს უნდა ჰქონდეს ძალიან ბევრი შესასვლელი და ძალიან ბევრი გასასვლელი ხო რომ ეს ხალხი კომფორტულად იყოს განთავსებული ამას როგორ არა ერთი შესასვლელი და ერთი გასასვლელი აქვს მარტო მან დრო შეხვალ თან უკან ვეღარ გამოდიხარ მე ყველაფერი უნდა ნახო კიდე რა გამოხდა თან როგორ აქვს გაკეთებული ნახე თავიდან რო შედიხარ თავიდან არის ეს ჯვირიანი ნივთები და ჯვირიანი რაღაცეები და რაც უფრო შორს მიდიხარ უფრო და უფრო იაფიანებია და ამ დროს რა ხდება იცი ფსიქოლოგიური მომენტია რომ შენ რო რაღაცაში ძვირი გადაიხადე მე არაფერი აღარ გეჩვენება ის რა რაღაცაში $2000 დახარჯე უკვე იქ ეხა $10 ეღირება $15 ეღირება უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს და ახლა სტატისტიკა აღარ მახსოვს მაგრამ მე მგონი 80 თუ 70% არის იმპულსურ გაყიდვებზე აწყობილი ანუ ადამიანი მანდ რომ მივიდა რაღაც სხვა რაღაცას კი გონდა და სხვა რაღაცეებიც იყიდა ბევრად მეტი მაგაზე ძალიან და ამიტომ თან შენ რო შეხვალ და ვეღარ გამოდიხარ ძალაუნებურად თელი უნდა გაიარო და ძალაუნებურად კარგი რაღაცები შეგხვდება მაგიტო აი მე მაგალითად ვცდილობ რომ Amazon-ზე ხშირად არ შევიდე რატო რო შევიდე ხო რაღაცას ისეც ყიდულობ რომელსაც საერთოდ არც კი მე ფიქრია მანამდე რომ ვიყიდიდი ხო ეგეთ მე თვითონ მახსოვს რა აღარ პირველად რო შევედი IKEA-ში ხათ მეგობრები ვიყავით და მეც ვთქვი ერთი 5 წუთი შევალ დავათვალიერებ მეთქი და კარგი გარეთ მელოდებოდა რომ შევედი და ვეღარ გამოვედი აღარ მახსოვს ძალიან იხა 1 საათი მარტო ვიარე იცი როგორ რომ იმას მივყავდი მარტო გასასვლელის ნიშანს რა არც კი ვათვალიერებდი მარტო გავბოდი რომ გავსულიყავი და ვერა და თან ამას რა ემატება რესტორანიო გემრიელია ის რესტორანი დასაწყისში კი არ არის შუაშია და ჩვენ ანუ რესტორნამდე რომ მიხვიდე რაღაცები უნდა გაიარო და უკვე გააყოლებ თქვა ჭიქას ან ასე შემდეგ ძალიან ჭკვიანურად აქვს გაკეთებული ყველა კი ანუ რეალურად ის დიზაინები რაც ესენი ფიქრობენ არ არის მარტო ავეჯის დიზაინზე და არ არის მარტო იმაზე მორგებული რომ როგორი იყოს ყველაზე იაფი რეალურად IKEA-ს მთელი პლუსი რაც არის რომ ადამიანებზე არის მორგებული და მომხმარებლის გამოცდილებაზეა მორგებული როგორც ავეჯის აწყობიდან ავეჯის ხარისხით დაწყებული ასევე მაღაზიაში რა გამოცდილება აქვს, მერე იქ რესტორანში რომ მიდის იქ რა გამოცდილება აქვს, ან მთელ ჯაჭვზეა ნაფიქრი და მთელი ჯაჭვი არის ძალიან ხარისხიანი და საინტერესო რეალურად მომხმარებლისთვის და ამან განაპირობა ის წარმატება რაც ევროპის კონტინენტზე ქონდა, მაგრამ როცა ასეთი წარმატებული ხარ ევროპის კონტინენტზე, გინდა რომ მთელი მსოფლიო მოიცვა და გახვიდე დიდ ბაზრებზეც და მაგ პერიოდში ხა 1900-იან წლებში ყველაზე დიდი და ყველაზე მზარდი ბაზარი იყო ამერიკის ბაზარი და IKEA-სთვის ძალიან საინტერესო იყო რომ გასულიყო ამერიკის ბაზარზე. როგორც პატარა შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ, ევროპის ბაზარზე IKEA არის პატარა ავეჯის, სწრაფად მიტანის, ხარისხიანი ავეჯის გადატანის კომპანია, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ მაგი და სახლში გამოცვალო 3 წელიწადში ერთხელ, წელიწადში ერთხელ, 2 წელიწადში ერთხელ, რაც ყველა გონებისთვის მაინც და მაინც მარტივად აღსაქმელი არაა, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, ევროპაშიც კი ისე იყო, რომ თაუბებს გადაეცემოდა ავეჯი. მათ შორის ავი ჩვენთანაც საქართველოში ეგრეა, რომ ჩვენთან ეხლაც ეგრეა, რომ თაუბებს გადაეცემა ავეჯი და ევროპაში ეგ IKEA-მ შეცვალა, იმიტომ რომ იმდენად იაფი იყო მაგათი ავეჯი და იმდენად ხარისხიანი იყო, რომ დიზაინის ცვლილება თუ გინდოდა და ცხოვრებაში რაღაც ცვლილების შეტანა თუ გინდოდა, ძალიან მარტივი იყო, რომ ავეჯს გამოცვლილი პირდაპირ. ამერიკაში მასე არ არის. ამერიკის ბაზრისთვის ეგრე არის. მასე არ არის. ამერიკაში ესენი რომ შევიდნენ, სერიოზულად გაუჭირდათ რა. ერთი იმიტომ გაუჭირდათ, რომ თვითონ ეს ახმა იყო ზუსტად მასეთი. ჩვენთანაც როგორც არის რა, ეს ლუდოვიკო და რაღაცები, დღესაც ძალიან ბევრი ოჯახს ეგენი აქვს რა, სახლში. და მაგას ეგ როგორ არის ერთხელ იყიდე და მე 300 წელი გაქვს რა, ხო ხდები. და ამერიკაშიც ეგ მიდგომა იყო. და ამ დროს IKEA აბსოლუტურად საპირისპირო რაღაცას ამბობს, ესე უნდა რომ ხალხო იყიდეთ, არ მოგეწონება გადააგდე, ანუ გამოცვალე 2 წელიწადში ერთხელ და ეგ მაგას სერიოზულ წინააღმდეგობა შეხვდა. მეორე რაც ამათ პრობლემები ჰქონდათ, იმიტომ რომ თვითონ მიქარეს რაღაცეები რა. ხო, ეხა კი აქამდე რას თქვით რომ ყველაფერს იდეალურად აკეთებენ, მაგრამ რა თქმა უნდა არ აკეთებენ ყველაფერს იდეალურად, ეშლებათ რაღაცები. ერთ-ერთი ეგ მოუვიდა ზუსტად რომ ვერ გაითვალისწინეს რომ ამერიკელ მომხმარებელს სხვანაირი მოთხოვნები აქვს. კერძოდ, მაგალითად, ამერიკელ მომხმარებელს უნდა რომ დივანი იყოს უფრო ფუმფულა.
ვიდრე მაგარი. ვიდრე ევროპელს მოსწონს უფრო რომ თქვა უფრო მაგარი როა რატო არის მე უფრო ამოწონს თქვა ამერიკელი ხო და ეგერთი მაგრამ ასევე თქვა ამერიკელ მომხმარებელს უნდა რომ თებში იყოს დიდი იმიტომ იქ პორციები დიდია ჭიქა იყოს უფრო დიდი მე ამათ ესენი უჭერსაც ყიდიან რა და ნახეს რომ ჭიქები და თებშები არ იყიდება საერთოდ რა მე წავიდნენ რომ რა ხდება და აღმოაჩინეს რომ ტიპები ჭიქებს მაგათ ვაზებს ყიდულობენ ანუ წარმოგიდგენ რა ზომებია რა მიხვდნენ რომ ესე იგი იქ სხვა ზომები უნდა იყოს მე კიდე ერთი ეს ეგ ოღონდ როგორ მიქარეს მასზე ძალიან ეგ ვერ მივხვდი მთელი იკიას მუღამე რა არის რომ მიდიხარ კონსულტანტი არ უნდა დაგჭირდეს ეხო შენით უნდა მიიღო ყველანაირი ინფორმაცია და ამიტომ ეტიკეტი აქვს ყველაფერს სადაც არის დეტალური ინფორმაცია და კერძოდ ერთ-ერთი რა არის ზომები ხო და შენ ახულობ რომ თქვა ეს მაგიდა რა ზომაა რომ იქ შენთან როგორ წავა ასე შემდეგ და ამათ ამერიკაში სანტიმეტრებში ეწერა მეტრულ სისტემაში ეწერა როცა საერთოდ არ იყენებს ამერიკა მაგას ხო და ამერიკას უნდა ინჩები ან თან ახლა ამერიკულ იმებს ხო სხვანაირი მიდგომები აქვს აი მაგალითად საწოლს კი არ ამბობენ რომ 1.80 აქვს სიგრძე ხო იქ არის რაღაცა king size, queen size, რაღაცა size ანუ მეც არ ვიცი უფრო გამარტივებული არის იქ ცხოვრება ვიდრე ის რომ აი ამდენი ზომა, ამდენი სანტიმეტრი არ ვიცი რომ გამარტივებულია თუ არა სიმართლე რომ გითხრა იმიტომ რომ მე თავიდან მახსოვს ადრე ამერიკაში რო ცხოვრობდი ბალიში უნდა მეყიდა და რაღაც queen size, king size რაღაცები ვერ მივხვდი რა უნდათ რა მაგრამ ეხლა რო შეეჩვევი ანუ ისინი სხვანაირად უყურებენ რა მაგას და ამიტომ ესენი კიდე უნდა სანტიმეტრებს და კაცშვილი არ იგებ და რა თქმა უნდა არ იყიდებოდა მე რა თქმა უნდა ჩაანაცვლეს მაგრამ ესეთი უხეში შეცდომა არ უნდა დაუშვა რა კი და ანუ ამ ყველაფრის გამო ზოგადად იკეას ამერიკაში მაინც და მაინც კარგი რეპუტაცია არ ქონდა და ის რა გათვლაც ქონდა რომ ევროპაში როგორც არის ჩემი მაღაზიები წარმატებული და ხალხი ჩემთვის სპეციალურად მოდის აქეთ რეალურად მაგან არ გაამართლა არა და ამერიკის ბაზარს რო შეხედო იკეასთვის არის იდეალური ბაზარი უზარმაზარი ბაზარი არის ყველგან დეველოპმენტი მიდის ამერიკის ყველა კუთხეში რაღაცა მშენებლობაა ვიღაცა ცხოვრობს და რაც ყველაზე მთავარი ხალხს თავისი პიკაპები ყავს ანუ ის ტრანსპორტირება რასაც შენაკეთებ მარტივია პრაქტიკა რო სადღაც შორს წადი და რაღაცები წამოიღე. ხო, იმიტომ რომ იქ ევროპისგან განსხვავებით ეგეთი მჭიდრო დასახლება არა, იმიტომ რომ უზარმაზარი ტერიტორია ამერიკაში და ყველას ურჩევნია რომ ამ მანქანით წავიდეს სადღაც, იმიტომ რომ დიდი ტერიტორია და ფეხით გადაადგილება კი კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ამერიკაში არა ეგ საჭირო. და რეალურად კარგი ბაზარი იყო იკეასთვის და მაქსიმალურად უნდა ეცადათ რომ ეს ყველაფერი გამოესწორებინათ და ალბათ ყველაზე კარგი რაც გააკეთეს არის რომ დასხდნენ მაგიდასთან და მიხვდნენ რომ რაღაც შეცდომები დაუშვეს მაგრამ რეალურად ასეთ დროს სხვა ბევრი ბიზნესი აკეთებს იმას რომ ყველა პრობლემას თავის თავში ეძებს მაგრამ მიხვდნენ რომ ამერიკელებშიც იყო რაღაც პრობლემა და მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო რომ სტატისტიკურად ამერიკელი თავის მაგიდასთან საშუალო ამერიკელი თავის მაგიდასთან ცხოვრების უფრო მეტ ნაწილს ატარებდა ვიდრე მეორე ნახევართან იმიტომ რომ განშორებების რეიტი ბევრად უფრო მაღალი იყო ვიდრე მაგიდების გამოსვლის რეიტი და ამაზე ძალიან საინტერესო რეკლამა გადაიღეს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეკლამა არის ალბათ იკეას ისტორიაში და ამან რეალურად ამერიკელებში ლამპაზე ამბობ ლამპაზეც და მაგიდას ზორივეზე ჰქონდათ ანუ ყველა ავიჯზე ჰქონდა მთელი სერია გადაიღეს მე ამ რეკლამების და ძალიან საინტერესო რეკლამა იყო რეალურად და ამან ნიშნულოვნად შეცვალა ამერიკელების ხედვა ეს სხვათაშორის შეგვიძლია დავლინკოთ აღწერაში ეს ვიდეო და მე შეგიძლიათ ნახოთ და მოკლედ იმის მერე რაც აღიარეს რომ ერთის მხრივ თვითონაც რაღაც შეცდომები დაუშვეს და მეორეს მხრივ ამერიკელებსაც რაღაცა მაინც და მაინც სწორად არ უყურებდნენ სწორი ეხლა ცოტა სუბიექტურია მაგრამ სხვანაირად უყურებდნენ და უნდათ რომ ეგ ხედვები შეეცვალათ და გამოუვიდა ზუსტად რა დღეს იკეა ძალიან წარმატებულია ამერიკაშიც დაგვრჩა რამე ნეტა რომ ისეთი ვთქვა. მე მგონი ყველაფერი მნიშვნელოვანი თქვით, მეგობრებო, თუ რამე გამოგვრჩა, დაგვიწერეთ კომენტარებში, მოგვეცით თქვენი ფიდბექი, რას ფიქრობთ, რა შეიძლებოდა რომ უკეთესად გვეთქვა ამ ეპიზოდში და თუ რამე გამოგვრჩა, იმედია რომ თქვენ დაამატებთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურებისთვის, მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენ პარტნიორ კომპანია Loyalty-ს, რომლის აღწერაც ასევე რომლის შესახებ ინფორმაციაც ასევე აღწერაში იქნება. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გაუზიარეთ მეგობრებს. კარგია, მე მგონი ეგ არის. კი.